სინას მთის ქართული ხელნაწერები. Ამ თემაზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა კონფერენცია, რომელზეც ვრცელი მოხსენება ენათმეცნიერმა პროფესორმა მზექალა შანიძემ წარმოადგინა. თემის განხილვისას აღინიშნა, რომ სინას მთის წმინდა ეკატერინეს სახელობის მონასტერში ქართული ხელნაწერების შესწავლა საუკუნეზე მეტ სითვლის. ბოლო მონაცემებით იქ დაცულია 200 ერთეულამდე ხელნაწერი, რომლებიც დღემდე ქართველ მკვლევართა დიდ ინტერესს იწვევენ. კონფერენციას მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ კორესპონდენტები და აღნიშნული თემით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. სინის მონასტერი ჩვენს ლიტერატურაში ადრევე იყო ცნობილი. ისტორიკოსებს ალბათ არ დასჭირდებათ ჩემგან იმისი შეხსენება, რომ ნახსენები არის სინის მონასტერში დავითის ცხოვრებაში, რომ დავითმა ააშენა იქ მონასტერი, როგორც იქ წერია, რაც ალბათ ცოტა გადაჭარბებულია, სამლოცველოვან ეკლესია ალბათ ააშენა. ნახსენები არის აგრეთვე, რომ თამარი ზრუნავდა ამ მონასტერზე, მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ იმის შემდეგ, რაც დაარსდა ათონის მონასტერი საკუთრად ქართველთათვის, ეს ამ მონასტერმა თავისი მნიშვნელობა დაკარგა. საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია აქვს სინასთვის ქართული ხელნაწერების შესწავლას, ბევრი რამ გაკეთებულა ამ კუთხით, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია იქ შესასწავლი, არ არსებობს ჯერჯერობით ერთიანი კატალოგი ქართულ ხელნაწერთა. ძალიან მნიშვნელოვანი საქმე იქნა ჩატარებული 1975 წელს გამოვლენილი ქართული ხელნაწერების შესწავლის თვალსაზრისით 80-იან 90-იან წლებში რამდენიმე ექსპედიცია მოაწვა მაშინდელმა ხელნაწერთა ინსტიტუტმა.